ყველა ბავშვმა აღნიშნა, რომ მას ეჭირა ტელეფონი ხელში. დავარდნია მაგ მომენტში ტელეფონი და დაწევლა. თვითონ იმაშიც ჩანს კადრში. როგორ ოდნავ რულიც რომ მილიმეტრებში მაგას აიღოთ ის ამოსული მანქანა დაინახა, დღესდღეობით ჩემი შვილიშვილი ცოცხალი იქნებოდა. ვისი ბრალია რა უნდა არის გადასახვევთან. სად ორმო, სად ამოთხრილი და სად კიდე შეჯახება. პროსტა აი სასამართლოს მსვლელობის და სულ ყველა კარგად აი ეს როგორც მე თქვენ ხედავთ, ისე ხედავს. სად იყო შეჯახება, სად იყო გაჩერება, ხო არ მარტო მით უმეტეს ამ ხელაზე თუ ამოთხრილიყო, როგორც პროკურორი და ისინი ამბობენ, რა არ შეეძლო იმ ხელა მანქანას გაეჩერებინა ოდნავ გადასულიყო, ყურადღებით რო ყოფილიყო. ეს რას ნიშნავს, რა არ არის პატრონი თუ ვინ ყავს, ვინ იმაშვება მაგ ფარველობს, მე არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ბავშვი ამბობს რომ ქონდა ტელეფონი, ეჭირა ტელეფონი და ტელეფონზე TikTok-ს და იმას ყველა და ამ ეს ერთადერთი ბავშვია, რომელმაც სიმართლე თქვა. და დანარჩენები რატომ ალავენ სასამართლოზე და დაკითხვაზე ვერ გეტყვით.